სიბრაზის კონტროლი შეიძლება რთული იყოს, მაგრამ შესაძლებელია მისი მართვა სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. აი რამდენიმე მეთოდი, რომლებიც დაგეხმარება, პაუზის აღება და ღრმა სუნთქვა. სანამ რეაქციას მისცემ, გაჩერდი და ღრმა დამოისუნთქე. გამოიყენე 4-7-8 სუნთქვის ტექნიკა. ჩაისუნთქე 4 წამი. გააჩერე სუნთქვა 7 წამი. ამოისუნთქე 8 წამი, გააცნობიერე შენი გაბრაზების მიზეზი. საკუთარ თავს ჰკითხე, რამ აბრაზებს რეალურად. შეეცადე შენი ემოციების საფუძველს ჩაუღრმავდე და გაანალიზო. გაახსოვდეს. რეაგირების მართვა. შეიძლება ვერ აკონტროლო. რა ხდება შენს ირგვლივ, მაგრამ შეგიძლია აკონტროლო, როგორ რეაგირებ. დაიცილე თავის სტრესული სიტუაციიდან. თუ ხედავ, რომ გაბრაზება იზრდება, დატოვე სივრცე და დაიცადე. ცოტა ხნით გარეთ გასვლა ან მარტო დარჩენა დაგეხმარება ემოციის დასტაბილურებაში. ფოკუსირდი პოზიტიურ აზრებზე. იფიქრე ალტერნატიულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარება. გამოიყენე თვითდამშვიდების ფრაზები, როგორიცაა ყველაფერი კარგად იქნება, ან ამაზე ზედმეტად არ ვიფიქრებ. ფიზიკური აქტივობა. ვარჯიში, სირბილი, სიარული, იოგა ამცირებს სტრესს და ბოღმას. გაიცინე ან იპოვე იუმორი სიტუაციაში. ხუმრობა ან სიტუაციის კომიკურ კუთხით აღქმა ამცირებს დაძაბულობას. ისწავლე ეფექტური კომუნიკაცია. ნუ იყვირებ, შეცვალე ტონი და მშვიდად გამოხატე შენი გრძნობები. გამოიყენე მე ფრაზები, მაგალითად მე ვგრძნობ, რომ ზედმეტად გაუბრაზდი და ასე შემდეგ. ჩაწერე შენი გრძნობები. დღიურის წარმოება დაგეხმარება სიბრაზის მიზეზების გააზრებაში. დაისვენე და დაიმუხტე. ძილის ნაკლებობამ ან გადაღლილობამ შეიძლება სიბრაზე გაამძაფროს. თუ ხვდები, რომ სიბრაზე ხშირად გიშლის ხელს ცხოვრებაში, შესაძლოა სასარგებლო იყოს ფსიქოლოგთან ან თერაპევტთან კონსულტაცია. Dredi.com, ქართული სოციალური ქსელი.